ნიკოლოზ ბახტაძე 6 წელს სწავლობ სკოლა პოგრეში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უკვე 2 წელია დავდივარ ფეხბურთზე. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ჩემი მოვალეობაა მე კაი ჟღმარება. ყველაზე კარგად გამოვიდეს ილია იარტმა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარცხელია. საყვარელი გუნდია პშჟ. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვთამაშო 7 ნომრით. მე ამჟამად მქონდა შეჯიბრება. მაშინ დელმელებს მოვუგებ 2-0. მე ვთამაშე კარგად და ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. 5 წლის ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში ვიდოდა გამოსულიყავი ხალხი. მე ვაპირებ ფეხბურთელობა 40 წლამდე. მე გავხდები ტაქსის მძღოლი. ბაღში ვხატავდი და ახლა უკვე კარგად ვიცი. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს და ბალახებს. ყველაზე მელია სახლის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასავლი სახლის დახატვას. 4 კუთხედი, 3 კუთხედი, 4 კუთხედი, თქვენ ბალახები. ბალახებს გავით მიწა. ზემოთ ავხატავ ზეს და უხეუბრილებს. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი. არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ ნახატებს შევხატავ ხოლმე არ ჩანს. ჩემ ნახატებს ვაკროვებ. ზოგი კარდაში მიწვევს დუდის სახში. იმიტომ ვაკროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენას დავბაჭიჭებ ჩემ ბიძაშვილს, მის ძმას, დედას, მამას და ჩემ ძმას. სანაცვლოდ მეგობრებსაც. მეგობრობა არის გადადარდა თამაში. მე ახლა მყავს რომ უცხოთი მეგობარი. მინდა მყავდეს 61. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყურადღებას გვაქცევენ. კიდე ზოშექშვებს მასწავლებელი. კიდე როცა ზარიელეკება გვიშვებს მეშვება კომიცადინებს და კიდე კარგი მასწავლებელია. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დავით. ყველაზე ჭკვიანია სანდრო. ყველაზე მშვიდია საბა. ყველაზე ცელქია ლაზარე. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. ახლა შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ მოკრეს მინდა დავცელი რომ გამაბრაზა. რაღაცა ვაჭრე და რომ მივაჩე ხო აღარ იკეთებდა. ცოტა მოვიყვანები 23 წელი. შვილად გაბრიელ ტასოს ლაზარეს კიდე დავარქმევ სანდროს და კიდე დავარქმევ დაცის ჩემცოლს დავარქმევ მარიამს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი ათეონა დონეზე. იმიტომ რომ ლამაზია კიდე გაყვათილებს გვასწავლეს ლამაზად. კიდე კარგი მასწავლებელია. კიდე ხიარულია. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ ჩემი მეგობა 10 წლისა და ტოლები მინდა ვიყო. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი 2 ძმა. მე მინდა ავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი ძმა 8 წელი და ქვია გაბარიელი. ისაც კი ჭკვიანი და მხიარული. გაბრიელი გაიძება გამოვა მზარეული. მეორე ძმა 3 წელი და ქვია კოტე. ის ამჭამელი მტირალი და მოუსუნარი. კოტე ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის ჩემი თავის სიმპათიური, ჭკვიანი და შრომელი. შეიძლება ზედა გამოვიცვალო. უყვარს ტუნები და უყვარს კეიფი. ჩვენც უყვარს კეიფი. მამიკო ახლა გემზია და ძალიან მემატება. დედიკო ალამაზი, ჭკვიანი, მხიარული და კიდე ყველაფერს მისრულებს, როცა ფული აქვს და კიდე
და კიდე ძალიან მაგარი. დღეს ბევრი ვიციან და მაინც მეცნობა. ხშირად ვნახულობ შაშის სიზმრებს. მეცნიერად თითქმის თავზე საბანს ვიხურებ. ახლა ვსწავლობ კითხვაზე ვარ 45 გვერდზე. ცოტნე ოჯახი რომ მქონდეს გავაკრობდი სპორტის გაკვეთილს. იმიტომ რომ მასწავლებელი ჩარო ვეღლები ხო წყალს არ გვალევიებს. სამოგიტევრულად მინდა წავიდე იაპონიაში. ინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერჯალა მინდა მქონდეს. მე მინდა მქონდეს ხალხის სუპერჯალა, მაგრამ ისედაც ძლიერი ვარ, მაგრამ კარგად ჩხუბობ. ამავდროულად ვერ ჩხუბე ერთ ბიჭს, იმიტომ რომ რაღაც იპოვო მოიტყვა ჩემი კლასელში იყო გოგოსი და რაღაც მოიტყვა, ვითომ ჩემ ილია მაჩუკადგონა ვითომ ხო მე ჯიბეში დაბლა და აღარა ძლევდა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. ვინა ყველაზე ცნობილი ადამიანი? მე აზრით ყველაზე ცნობილია ჩემი ბიძაშვილი დემეტრე. ჩემი ოცნების საჩუქარია მანქანა. 33 წლის გავხდები ვიყიდე შაუ ბენვეს. ბედნიერება გართობა მამიკო შემოწა და დედიკო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.